1970 წელს დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტიური ხდება. კლიმატის ცვლილების შესაბამისად ცნობიერების ზრდასთან ერთად იზრდება სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციაც, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილებას ერთნაირად აპროტესტებს. 22 აპრილია თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის საკეთილდღეოდ. ერთი ხის, ერთი ყვავილის დარგვაც კი სრუნვაა ახალ სიცოცხლეზე. ეს ერთით მეტი სიმწვანე და ჯანსაღი გარემოა. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დედამიწის დღე, უსურვო ჩვენს ყველა მოქალაქეს ჯანსაღ სუფთა გარემოში ცხოვრება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება, რაც შეეხება ჩვენ პირადად მე და ჩემი ორგანიზაცია ცხოვრების მეგზური, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვები ჩავაბათ აქტიურ საქმიანობაში, ეს გამწვანება იქნება თუ გარემოს დასუფთავება. და ყველას მოუწოდებ, ყველა ბავშვს, ყველა ესეთ მსგავს ორგანიზაციებსაც, რომ ბავშვებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ გარემოს დაცვის საქმიანობაში, კერძოდ თავის გარშემო ნაკვეთი მაინც დაასუფთავონ, თავის გარშემო ირგვლივ არსებული ტერიტორია დაასუფთავონ, ეს წაადგება ბავშვებს, შრომასაც ისწავლიან და ამავე დროს ჩვენ ქალაქსაც წაადგება. სკვერებს და ნაკვეთებს თუ დაასუფთავებენ და მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას. ყოველი წელი დედამიწის არის, უბრალოდ ეს 22 აპრილი გამორჩეულია და ალბათ ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ამ მომენტში გავაკეთოთ, ეს არის რომ ცნობიერება ავამაღლოს და არ დავაბინძუროთ გარემო. თვითონ ხე როდის დარგე ბოლოს ან ყვავილი ვთქვათ? ყვავილი ბოლოს ალბათ ჩაშან დავდგე ჩემ ეზოში. სხვა შეხება არ მქონია ისე ძირითადად. ლამბდა ვიძრუნდოთ მაგისთვის, ყველას უნდგავთ ამ ჰაერს. რა თქმა უნდა მაგას. ბოლო ხე ყვავილი როდის დარგეთ თუ გახსოვთ? ბოლო მე ზო არ მაგ და ვერ მოგატყუებ. სახლის ქოთნის ყვავილები მაქვს უამრავი. ხო. და უვლი ძალიან. ეზო არ მაგ და გარეთ არაფერი დამირგავს. სმარტლა დამირგიებს, სმარტლა. თებერვლის ბოლოს. კი ბატონო. სამი ძირი და ენერგიები მინდა დავგო რა, ენერგიები ქოთნებით მომაკვეთ ამ შრომიდან. ეხლა უნდა დავგო, ამდენი ხან არ ვქონდა. ასე რომ გვიყვარს ბუნებაც და ხეების დარგვაც. დედამიწის დღის მნიშვნელობაზე საუბრობს კლიმატის ცვლილებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელიც. ხათუნა მანჯავიძე გარემოს იმ პრობლემებს ეხება, რომელიც არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არის მთავარი გამოწვევა. მისი თქმით, დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. იქნება ეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა თუ მეტი ხის დარგვა. ადამიანს თავისი მოქმედებით შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს ამ პროცესზე. ერთი ხის დარგვასაც აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენი ადამიანია და ყველა ადამიანმა და წელიწადში ერთი ხე დარგოს. ფოტოშორის ჩვენ მქონდა აქცია და თქვენ ძალიან კარგად გააშუქეთ მაშინ ეს აქცია 100 ქალის 100 ხე. ჩვენ დაურიგეთ ქალებს ხეები და ძალიან ბევრმა ადამიანმა შემდეგ გადავამოწმეთ რამდენი იყო დარგული და ძალიან ბევრმა გაახარა ეს ხე და დღემდე რა ვიცი, ეს ერთგვარი სტიმული იყო. ხომ შეგიძლია ძალიან ბევრი ენერგიაც არსებობს ბუნებაში. თუ ამი მოგიტანა ეს ენერგია, ისედაც შეგიძლია მოიპოვო და დარგო ერთი ხე, მეორე წელს მეორე ხე დარგო, მესამე წელს შენი შვილი ამოიყენო და შენ შვილთან ერთად დარგო და გაიხარო ამ ხის დარგვით და რა ვიცი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სად ვდგავთ ხეებს. არის ძალიან ბევრი ადგილები, სადაც ადამიანები ჭრიან ხეს და იქ აღარ ხდება განახლება. ეს ადგილები უნდა იყოს მონიშნული. მოსახლეობა უნდა იცოდეს, რომ აქ თუ ვინმე ხეს მოჭრის, იმას დაემუქრება შემდეგ ეს შედეგი და ამიტომ მოსახლეობა უნდა იყოს ინიციატორი, რომ აი თქვა რაღაცა ადგილზე, თავიანთ სახელზე, სოფელში იქნება ეს თუ ქალაქში იქნება თუ რაღაცა ისეთ გაჩეხილ ადგილებზე, ისევ მოახდინონ ტყის აღდგენა და განახლება. ყველაფერი მოკლედ რა ჩვენი საქმიანობა, რასაც კი ვაკეთებთ, ეს უნდა იყოს განვიხილული თუ რა ზიანი ადგება ამით დედამიწას.
აი ეს ცოტა ესე ადვილად ჟღერს ამის თქმა, მაგრამ საკმაოდ რთული შესასრულებელია, იმიტომ რომ ზოგადად ეკონომიური მდგომარეობა განსაზღვრავს ხოლმე აი ამ დაცულობის კომპონენტს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც თქვა იხსწვის ყოველდღე შიმშილობის პრობლემის დასაღწევად, საკვების მოპოვებისთვის ძალიან ძნელია თქვათ ასეთ ადამიანებთან მიიტანო ეს პრობლემა, რომ მოდი შენ ასე არ გააკეთო, ასე გააკეთო, იმიტომ რომ ამით გარემოს ზიანი მიადგება. მაგრამ თვით ჩვენ ადამიანები ვიმკით ხოლმე შემდეგ ჩვენ მიყენებულ ზიანს და ჩვენ ადამიანები ხვდებით ხოლმე ამის მსხვერპლი. დედამიწის დაცვა მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს. დღეს ძალიან აქტუალურია მივიღოთ უდიდესი გამოწვევა, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდა და რომელიც მთავარი იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მოგვიწოდებს. ბუნების გაფრთხილება, საერთო ვალდებულება და საერთო საქმეა. წლის 14 ნოემბრის საყოველთაო აღწერის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. 3,929,581. აქედან 52% ქალია, 48% კი კაცი. ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში და შეადგენს 54%-ს. ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში და შეადგენს 49%-ს. ამასთან საქსტატის ცნობით მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს მოსახლეობის 62%, სასოფლო ტიპის დასახლებებში კი 38%. ამავე აღწერის მონაცემებით თბილისში ცხოვრობს 1,331,485 კაცი, რაც საქართველოს მოსახლეობის 34%-ს შეადგენს. მოსახლეობის რიცხოვნების მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11%. ცნობისთვის საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. აღწერა მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არ მქონე პირები. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 257,000 უცხოელი ცხოვრობს. შესაბამისად გამოდის, რომ 3,672,581 საქართველოს მოქალაქეა. ზესტაფონის ფეროშენადნობდა ქარხანაში მოსწავლეთა და სტუდენტთა სასწავლო ტურები გრძელდება. ამჯერად საწარმოს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. სასწავლო ტური, როგორც ფეროშენადნობდა ქარხნის დირექტორმა ვიზიტორებთან აღნიშნა, დაიწყო იმ ისტორიული ღუმელიდან, სადაც თავის დროზე პირველი ქართული ფეროშენადნობი დაიბადა. მომავალმა სპეციალისტებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ გარდაიქმნება თეორიული ცოდნა მძლავრ საწარმოო პროცესად. თქვენ ახლა იმყოფებით ისტორიულ ადგილზე. ზუსტად აი ამ ღუმელმა პირველი ქართული ფეროშენადნობი გამოადნო. ეს იყო 1933 წლის 30 ოქტომბერს. ჩვენ ტექნოლოგიური პროცესები გადავაიარაღეთ ისე, რომ თანამედროვე მოთხოვნილებებს გაუსწორეთ თვალი და მაგალითისთვის შევძელით მიგვეღოს ზესუფთა კრისტალური სილიციუმი, რომელიც გამოიყენება მზის ბატარეების დასამზადებლად და წყარო იმისა, რომ ენერგია მიიღო. თქვენ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ. ჩვენ ქარხანაში გვაქვს ყველა წინაპირობა იმისა, თუ იმ უნარ-ჩვევებით, სოდნით, გამორჩეულები იქნებით დიდი სიამოვნებით. ჩვენთანაც დაგასაქმებთ, გაძლევთ პირობას, რომ აუცილებლად ვითანამშრომლებთ. ჩვენი სტუდენტები არიან საწარმო პროდუქციის ხარისხის მართვისა და ტექნიკური ექსპერტიზის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები. სწავლობენ სხვადასხვა მასალებისაგან პროდუქციის დამზადებას. მაგრამ აუცილებელი არის, რომ საწარმო პროცესის სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაფერი რეალურად ნახო. მემორანდუმი გვაქვს ზესტაფონის ფეროშენადნობდა ქარხანასთან, პერიოდულად მოყავს აქ სტუდენტები, ვაცნობთ პრაქტიკულად როგორ ხდება ტექნოლოგიური პროცესის განხორციელება და
შედეგად სტუდენტები ძალიან კმაყოფილები არიან. ნაწილი სტუდენტების საქმდება კიდევაც ამ საწარმოში და ძალიან მოხარული ვართ, რომ ასეთი საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. პირველ რიგში ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა იმის საშუალება ფეროშენადთა ქარხანაში მქონოდა ვიზიტი და ამაყი ვარ, იმიტომ რომ საქართველოში არსებობს ესეთი ქარხნები და ვაკეთებთ ქართულ საქმეს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა ძალიან რთული, მაგრამ აქ მომუშავე ადამიანებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მარტივდება, იმიტომ რომ მათი ცოდნა, მათი განათლება და მათი პასუხისმგებლობა ამარტივებს ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი მე ძალიან გამომადგება ჩემს სპეციალობაში